ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ გაუკვირდება, იმიტომ რომ თვითონ აფხაზეთზე არასოდეს არ მისაუბრია ასე გახსნილად, ასე ხმამაღლა და კონკრეტულად სოხუმზე. მე იქ დავიბადე. როგორც მეუბნებიან, სანაპიროსთან ახლოს პირველი სამშობია, რომ არასოდეს არაფერი მავიწყდება ადვილად. მით უმეტეს ტკბილი, კარგი მოგონებები, რაც ბავშვობას უკავშირდება და ჩემთვის აფხაზეთი, კერძოდ ქალაქი სოხუმი არის ძალიან ტკბილი მოგონება, ძალიან ბედნიერი დღეები. ჩემთვის სოხუმი ნიშნავს ბებიას, რომელიც აღარ არის დედის მშობლები, ბებია, ბაბუა, დედაჩემის ძმები იქ ცხოვრობდნენ. დედა თბილისში იზრდებოდა. ჩემი დაც 4 წლის შემდეგ დაიბადა, ასევე დედა ჩავიდა დედამისთან, იმიტომ რომ მაინც ყველა ორსულ გოგონას, როგორც ვიცი, მორჩევნია იყოს დედასთან და ჩემი დაც იქ დაიბადა. 25 მაისს მახსოვს ხოლმე მთავრდებოდა სკოლა და 26-ში თუ 27-ში უკვე მივდიოდით 3 კვირა ან ბორჯომში, ლიკანში, წაღვერში, საირმეში. და 3 კვირის შემდეგ ეგრევე სოხუმში მივდიოდით ბებიასთან, აი ძალიან მიხარობდა იქ ჩასვლა, ძალიან კარგად მახსოვს ის სახლი, ტელეფონის ნომერიც მახსოვს დღემდე სხვათა შორის, ბებიას როცა ვურეკავდი ხოლმე თბილისიდან და ერთადერთი გული მწყდება, რატომ არ ჩავყავდი დედას იქ ზამთარში, იმიტომ რომ სულ მეუბნებოდნენ ძალიან ლამაზი იყო თურმე სოხუმი ზამთარში, როცა თოვდა ზღვაზე იყო რაღაც სასწაულის ანახავი. კარგად მახსოვს მარიამობას როგორ ხვდებოდით აგვისტოში 28 აგვისტოს რაღაცა მახსოვს მთელი მეზობლები ანთებდნენ ძალიან დიდ ცეცხლია კოკონობანას ეძახდნენ და ამ ცეცხლზე ხვდებოდნენ ბავშვები მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი ხო კიდევ მახსოვს ადამიანები ესე ძალიან კარგად და კონკრეტულად მეზობლები იქაური ნათესავები დედის მხარე მახსოვს იქ ქუჩები ძალიან კარგად მახსოვს სოხუმის თეატრი, გარეთ შადრევანი, ლომები, მახსოვს კინოთეატრი აფსნი და ძიგუას და ჩამბას ქუჩა ძალიან კარგად. რო ჩავდიოდი ხოლმე ძალიან მეცნებოდა, ეხლა თანდათან მახსენდება ბევრი რამ. ძალიან გრძელი თმა მქონდა და სქელი თმა და ისეთი ნაწლავი მქონდა, ყოველთვის რაღაცა დაწნელი და ჩამოვიდა თბილისელი ნაწლავიანი გოგონა. პინგვინი მახსოვს ამრაში ნაყინი, თეთრი ნაყინი, შოკოლადი გახეხილი და ყავა ქვიშაზე მოდუღებული და სხვათა შორის დედაჩემი დღემდე ადუღებს არაჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, თურქული ყავა ქვია, მაგრამ ჩვენ ესე ვეძახით, ჩემ მეგობრებს ვეუბნები, მოდით თუ ვინმეს გენატრებათ ნამდვილი სოხუმური ყავა, სახლში დედაჩემი აკეთებს ძალიან მაგრად თქო და მეც ვისწავლე და მეც ძალიან კარგად გამომდის. ძალიან კარგად მახსოვს როგორი იყო იქაური სახლი. ბებიას ჰქონდა ესე შედიოდი ეზოში, ბევრი ნარცისები, ივანდამარიები, ყოჩივარდები. სუნიც კი მახსოვს იქაური სახლის და ეზოსი და დღემდე ყურში მაქვს თოლიების ხმა და სანაპირო და მოკეთ ყველაფერი კარგი რა. მისგან რამოდენიმეჯერ ისიც მახსოვს დედამ შაბათი კვირა იყო და სკოლაში არ მქონდა სწავლა შაბათ კვირას და გადავფრინდით დავესწარით პრემიერას სოხუმის თეატრში. სოხუმში ცხოვრობდა თითქმის 98% ძალიან გემოვნებიანი, ძალიან განათლებული, ძალიან მოწესრიგებული ხალხი. სახლები მახსოვს გაწყრიალებული, უგემრიელესი სადილებით, ტკბილეული. არ ვიცი, იქ უბედური ადამიანი მე არ მახსოვს. ალბათ ბავშვობა იყო და ყველაფერი ძალიან ლამაზ ფერებში ჩანდა თუ რა იყო, არ ვიცი, მე იქ ყველა მახსოვს ძალიან ბედნიერი, ნიჭიერი, განათლებული და ყველა შემდგარი ადამიანი ცხოვრობდა მე ვისაც ვიცნობდი. ბოლო ზაფხული, რა თქმა უნდა, ისე ვიქვისვენებდი, ვიყავი ჩასული და ძალიან კარგად მახსოვს ეზოში, მე მგონი საზამთროს მივირთმევდით, როცა დაიწყო დაბომბვა. ალბათ ვიქნებოდი 13 წლის.
მახსენდება სპექტაკლი იდიოტოკრატია, ბატონი ავთოვარსიმაშვილის სპექტაკლი იყო, სპექტაკლიდან მერე ფილმიც გადაიღო და ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, ძალიან არ მომწონს სიტყვა ლტოლვილი, დევნილი, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ბევრი ყავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ერთხელ ვითამაში ამ სპექტაკლში იდიოტოკრატიაში სასტუმროს დამლაგებელი დევნილი ელენე. ჩემი წინაპრებისგან, ბებია, ბაბუებისგან და მე თვითონაც მაგ წაკითხული, იქ მხოლოდ ქართველები არ ცხოვრობდნენ, იქ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ აფხაზები და ქართველები ერთად. მართლა ძალიან ნერვულობ, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, ეს არა, მარტო ქართველებისთვის არ უნდა დაბრუნდეს, ეს უნდა დაბრუნდეს ყველასთვის. და ყველამ როგორც ადრე ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ, ნათესაობდნენ, ქართველის მეჯვარე იყო აფხაზი, აფხაზის ძალიან ახლო მეგობარი იყო ასევე ქართველი, ერთად მუშაობდნენ ნებისმიერ სამსახურში, ხო? მე ასე დავიბრუნებდი აფხაზეთს. Იცო მე შენი კლიჩკაც მახსოვს. ბურატინო. ცხვირით რომ მოაპოვდი ხოლმე თავი. გახსოვს? 2007 წელს ვიყავი ქუთაისის თეატრში პრემიერაზე ჩასული. ჩემმა მეგობარმა და რეჟისორმა ბატონმა გიორგი სიხარულიძემ გააკეთა ქუთაისის თეატრში ნინო სადღობელაშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობა ბამბაზის 64 და მათ დადგეს სპექტაკლი ქართველების და აფხაზების ურთიერთობებზე და იქ საუბარია ყველაფერზე, ტკივილზე, შერიგებაზე, სიყვარულზეც და შემდეგ ფილმიც კი გადაიღო, ბატონმა ავთომ გადაიღო ვარსიმაშვილმა და აი ეს ფილმიც და სპექტაკლიც მე ვთვლი რომ არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ გზავნილი შერიგებისკენ. ჩვენ გასაყოფი აღარაფერი გვაქვს. Adios. ბურატინო. რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს დაბრუნდება აფხაზეთი. თუ რა თქმა უნდა ჩამოყალიბდება რაღაცა სპექტაკლის შეიკრება ესეთი გუნდი და მე თუ მომიაზრებენ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას და აი ამ არაჩვეულებრივი გრანდიოზული რაღაც სასწაულის სპექტაკლით ჩავიდოდით და აღვნიშნავდით ჩვენ აფხაზეთის დაბრუნებას. კარგი იქნებოდა, ღმერთმა ქნას.